არსებობს ინფორმაციული შემეცნება, რომელიც არის მწირი და არსებობს ემოციური შემეცნება, რომელიც არის ფართო სპექტრის, რომელიც შემეცნებითაც მე ვარ დაკავებული დიდი ხანია უკვე. ემოციური ინფორმაციის შემეცნება ტექსტით არ აღიქმება, არამედ აღიქმება ემოციით და ენერგიით. რა ენერგიასაც და ემოციურ ინფორმაციასაც კონკრეტული ადამიანის ნათქვამით ტექსტი თუ სხვა წარმოქმნის. ემოციური ინტელექტის შემეცნება გეხმარება იმაში, რომ დაინახო რა ხდება ჭეშმარიტში. ნახეთ, მაგალითად ადამიანი მოდის ჩემთან და მეუბნება, მე მქვია ესა და ეს, ამის წარმომადგენელი ვარ, ესეთი და ესეთი დამსახურება მაქვს და მელაპარაკება რაღაცას. ის რომ მე მელაპარაკება, მე არ ვუსმენ რა ქვია, რომელ წელს დაიბადა და საერთოდ არ მახსოვს ეს ყველა გარეგნული მომენტები. ჭეშმარიტად რასაც უსმენ, არის ემოციური ინფორმაცია. მის შიგნით ჭეშმარიტში რა ხდება, რა მოტივით ლაპარაკობს, ფუნდამენტი და ჭეშმარიტი ცოდნა დევს არა გარეთ, არამედ შიგნით. შენ ვინმეს რომ უსმენ, ან რამეს რომ კითხულობ, უნდა დააკვირდე რა ემოციური ინფორმაცია დაგრჩა. ადამიანის მოსმენის შემდეგ რა სურვილები გიჩნდება? შესაძლოა მოისმინო ადამიანი და ადგე და რაღაც ლექსის დაწერა მოგინდეს, რაღაც მოქმედებების გაკეთება მოგინდეს, შემოქმედებამ გაიღვიძოს შენში, იმედი ჩაისახოს შენში. ეს არის ის ქვეტექსტი, რომელიც ნებისმიერი ადამიანის საუბრის უკან დგას. ის ენერგია, რომელსაც შენ სინამდვილეში მიირთმევ. ნახეთ, შენ რომ შავ მაგს უსმენ, თუნდაც ტაროს გაშლას ან რაღაც დესტრუქციულს, ან თუნდაც ჭყალებში თითქოს სულიერი მოღვაწეა და რაღაცას გელაპარაკება, მაგრამ ბნელია შიგნით. შენ რომ მას უსმენ, მოსმენის შემდეგ შენ უბრალოდ უენერგიოდ კი არ ხარ. ძალა არ გეძლევა, არც რამე აკეთო, არც რაღაც ქნა, ან შეიძლება ნეგატივი იგრძნო, ან შეიძლება ვიღაცას ეკამათო და გეგონოს ეს სულიერი მოღვაწე კარგია. მიხვდი რა ემოციურ ფონს ტოვებს შენში, რადგან შენ ისმენ ბლა ბლა ბლას და მის უკან რა ძალას დგას, ბნელი თუ ნათელი, ის გიგზავნის ჭეშმარიტ ინფორმაციას და იმ ჭეშმარიტ ინფორმაციას მიირთმევ. ეხლა მაგალითად მოგიყვან. არის სიტუაციები, როცა ადამიანები მწერენ, რომ შენს ნაშრომებზე ტკბილად ვიძინებ. ეხლა როგორ შეიძლება ჩემს ნაშრომზე ტკბილად იძინებდე, როცა ძალიან მკაცრად ვლაპარაკობ, ყველაფერს თავი დავანებოთ, სპეციალურად ვლაპარაკობ, რომ აქცენტები გავაკეთო. მკაცრად ვლაპარაკობ ძალიან მძიმე თემებზე. როგორ შეიძლება მაგ საუბრებზე ჩაგეძინოს ტკბილად. ნახეთ, ეს ადამიანები, რომლებიც გამთლიანებას უსმენენ და თუნდაც ვიღაცებს ეძინებათ ტკბილად, თუნდაც მძიმე თემებზე ვსაუბრობდე. იმას იმიტომ კი არ ეძინება ტკბილად, რომ მაზოხისტია. არა, უბრალოდ მე რა ინფორმაციებსაც ხსნი, ამის უკან დგას ის ძალა, რომელიც გკბებავს და გკურნავს შენ. შენი განკურნებისთვის არის ეს. მიხვდი? ეს არის ის ძალა, ის ემოციური ინფორმაცია, რომელსაც შენ იღებ ჩემგან და რა ის ტექსტი, რასაც ჩემი პირიდან ისმენ ცალკეულად. შენ ჩემს ტექსტს კი არ ისმენ, ჩემს ემოციურ ინფორმაციას, უпростоრედ ჩემს უკანას დგას ძალა, იმის ემოციურ ინფორმაციას ისმენ და მიირთმევ და გერგება. ადამიანი რომ მოისმენს ჩემს ნაშრომებს, ინფორმაციას იღებს, მაგრამ ენერგიას იღებს. მოტივაცია ეძლევა, მეტირწმენის სურვილი ეძლევა, ან რაღაც თავს კარგად გძნობს, მაგრამ ძალიან ცოტა პროცენტი ცუდად გძნობს თავს, რადგან თუ მძიმე ბნელი ყავს, შენ მე არ მოგეწონები. იქ შიგნით ვერ ისვენებს ის და მისი ვერ მოსვენება შენი გგონია და შენ გგონია არ მოგწონვარ. შენ კი არ მოგწონვარ, შენს ბნელს არ მოგწონვარ. მაგრამ ეს ძალიან მცირე პროცენტია. მას შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის ინფორმაციას, ხმის ტემპს და სხვა დანარჩენს მოყვება ფონური ინფორმაცია, რომელი ფონური ინფორმაციაც არის ჭეშმარიტი. ბნელს უსმენ და გელაპარაკება ღმერთზე, ფონად მოყვება ჭეშმარიტად მის უკან ვინც გელაპარაკება მზაკვრით, მისი ფონური ჭეშმარიტი ძალის მქონე ინფორმაცია და იწამლები. ეს არის ემოციური ინტელექტის ინფორმაცია. ამიტომ მე როდესაც ვინმეს ან რაიმეს უსმენ, მე უკვე აღარ ვუსმენ თარიღებს, მოვლენებს და სხვა დანარჩენს. მე ვუსმენ ემოციურ ინფორმაციას და შევიმეცნებ ემოციურ ინფორმაციას. ეს არის ფონური ინფორმაცია, რომელიც შენ არ გესმის ყურებში, მაგრამ აღიქვამ. და ეს არის ის ნამდვილი ძალის მქონე, რომელსაც აღიქვამს შენი ძალა. ნამდვილი ძალის მქონე ის კი არ არის, რაც გესმის ყურებში, არამედ ფონურად რა ინფორმაციას მოდის, ეს არის ნამდვილი ძალის მქონე. ან კარგი, ან ცუდი შენთვის. გააჩნია ვინ გელაპარაკება ამ ადამიანის უკნიდან, ფონიდან. ამიტომ ჭეშმარიტი ინფორმაცია არის ფონური ინფორმაცია, რომელიც გარედან არ ჩანს. ამას იმეცნებ შენ და არა ტექსტს. ფონურ ინფორმაციას იმეცნებ და არა ტექსტს. გააცნობიერე. და ნახე, როგორც კი შენ სულიერი თუ მორალური თუ პიროვნული თუ ზოგად განვითარების მაღალ საფეხურზე გადადიხარ, შენ აღარ ისმენ გარეგნულ სიტყვებს, აღარ აკვირდები სტატუსებს ადამიანების, არც მოძღვრის, არც მოძღვრის სახელი გაინტერესებს, არც მისი სტატუსი, არც
ჩემი სახელი გაინტერესებს, არც ჩემი სტატუსი, არავის არც წელები, დაბადების თარიღი, რააცვი, აღარაფერი ესენი აღარ გაინტერესებს, რადგან შენ უკვე გადასული ხარ ინფორმაციის შემეცნების უმაღლეს წერტილზე, ემოციურ ინტელექტუალურ ინფორმაციის შემეცნებაზე ხარ გადასული. რადგან ყველა ეს გარე სტატუსები, სახელები, გვარები, დაბადების წლები, კარგი მოძღვარია, ცნობილია, დეკანოზია, აღარ გაინტერესებს. რადგან ამას ისედაც არანაირი ფასეულობა არ გააჩნია. გესმით? ფასეულობა გააჩნია ემოციურ ფონურ ინფორმაციას, რომელიც არის ჭეშმარიტი და ნამდვილი ძალის მქონე. ის მოქმედებს შენზე, ის გაძლევს ცოდნას, რომელიც შემდეგ შენში ითესება და ღვივდება და ინტუიციის სახით მოგდის თავში აზრები ან რაღაც ქმედებები გინდება. მაგალითად, გამთლიანებას უსმენ შენ, მოგწონს, ითესება შენში ინფორმაცია, ძალა, შემდეგ გინდება მაგალითად ილოცო, უკეთესი გახდე, რწმენა გიმყარდება. ხა ადამიანებს მოუწერიათ და გიორგი შენ რომ გისმენ, ბევრი მწერს უკვე ამას. აქ ეხლა მე თავს არ ვიქებ, საერთოდ არ მაინტერესებს გიორგი ტაბიძე. არ მაინტერესებს გიორგი ტაბიძე და ეს რაღაცეები. სხვა რაღაცას გიხსნით, ეხლა გააცნობიერეთ რას გეუბნები. ადამიანები მწერენ და მეუბნებიან რწმენა გამიყმაო და მეტად ღმერთს გავუგე, მიუახლოვდი. ისინი ფიქრობენ რომ უბრალოდ ინფორმაციას ისმენენ და ეს აძლევს ამის мотиваციას. არა. შენ რომ მე მისმენ, ჩემს უკანას დგას, მას უსმენ, ღმერთს უსმენ. აბა ეხლა ვის უსმენ? ყველაფერს გეუბნები სიმართლეს. გლეხურად, თავდაბლურად, ვაშკაცურად. და ნახე შენში ითესება ეს ძალა, ინფორმაცია, რომელსაც ვერაცნობიერებ და ღვივდება, გინდება რაღაც გააკეთო ღვთიურობაში, გინდება მეტი მოყვასი გააღვიძო, რწმენა გიძლიერდება, ლოცვის სურვილი გინდება, უკეთესობისკენ სულა გინდება. მიხვდი? შენ რაღაც ინფორმაციები მოისმინე ჩემგან და დაითესა შენში ემოციური ინფორმაცია. მაგრამ ვიღაცას უსმენ და ემოციური ინფორმაცია კი არ დაითესა. საერთოდ აღარაფრის კეთება არ გინდა. გაკინა ერთ ადგილზე. არ მოდის მისგან არანაირი мотиваცია. мотиваცია არა სიტყვით, არამედ რაც დაგითესა, ან პირიქით დაგითესა ბნელი. ისე დაგითესა ბნელი, რომ საერთოდ დეგრადირებაში მიდიხარ. ამიტომ ადამიანის გვერდით, სულიერი მოღვაწის გვერდით თავს როგორ გძნობ და როგორ ვითარდება შენი განვითარების დიაპაზონი, როცა შენ ეს გინდა რომ მოხდეს. უნდა დააკვირდ. თავარი შემეცნება მიმდინარეობს ფონური ინფორმაციის შედეგად, რომელიც არ ჩანს და ვერ ხედავ, გააცნობიერე ეს. მე ვიტუმბები ემოციური ინფორმაციით. მაგალითად, თუ მინდა რაღაც ცოდნები გავხსნა, ისედაც არ მჭირდება ბევრი რაღაც ყურება, მაგრამ მაინც შესაძლოა ვუსმინო მთელი დღე საქართველოს ბრძოლებზე. ვისთან მქონდა ომი, რომელ მეფეს, რა ბრძოლები და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიმახსოვრებ საერთოდ ვინ ებრძოდა, როგორ ებრძოდა. კი უსმენ ვინ ებრძოდა, როგორ ებრძოდა, მაგრამ ვიტუმბები და აკუმულირებას უკეთებ ფონურ ინფორმაციას. რა ხდებოდა სინამდვილეში, რა მოტივები იყო ბნელი, რას აკეთებდა, რა მოტივი ჰქონდა, ადამიანების რეაქცია, ღალატი, ის რას იწვევდა, ანუ ფონურ ინფორმაციას შევიმეცნებ. და როგორც კი აკუმულირებას გავუკეთებ, თან ამას უკვე როგორ ვარ, იცით? გრძნობების დონეზე ვარ უკვე. გრძნობებიც არ არის ეს. ეს არის უკვე გადასულია როგორც ფიქრი ისე. თქვენს შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. ეს ხა თავიდან რთული ჩანს. ჩემთვისაც თავიდან რაღაც რთული იყო, მაგრამ შემდეგ უკვე ბუნებრივად მოვიდა რაღაცეები. თქვენთანაც ბუნებრივად მოვა, როგორც კი ფონურ ინფორმაციაზე გადახვალთ. მაგალითად, შეიძლება 3-4 ფილმს უყურო სპეციალურად, რომ ემოციური ინფორმაციით დავიტუმბო. შესაძლოა მოვუსმინო დოკუმენტურ ფილმს დიდგორის ბრძოლაზე და ჩავწერო ნაშრომი სიყვარულზე. რა კავშირია ხა დიდგორის ბრძოლა სიყვარულთან, ხო? კავშირშია, მეგობრებო, კავშირში. იქ სამშობლო სიყვარული, თავგანწირვა, ერთმანეთის მხარდაჭერა, ოჯახის წევრების გადარჩენის სურვილი, რომ არ აეოხრებინა. მიხვდით? ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. უბრალოდ ჩვენ ამას აღვიქვამთ, მაგალითად ეს არის ბრძოლა და სიყვარულს რა კავშირი აქვს. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, უბრალოდ ჩვენ ამ კავშირებს ვერ ვხედავთ, როდესაც გარეგნულად აღვიქვამთ მოვლენებს და ვუსმენთ გარეგნულ ინფორმაციებს. როგორც კი შენ იწყებ ემოციური ინფორმაციის აღქმას, შენ აღმოაჩენ მთელი სამყაროს სტრუქტურის კანონზომიერებებს. შენთვის უკვე აღარ არის წინაღობები. ყველაფერს ხვდები რა არის გამო ხდება და არ გჭირდება ამისთვის რაიმე განათლება. ემოციური ინტელექტუალური განათლება გჭირდება, შემეცნება. მაგალითად, ეხლა ადამიანები მეკითხებიან, სახარების ამ კონკრეტულ ნაწილზე რას ფიქრობ, ბიბლიის ამ კონკრეტულ ნაწილზე რას ფიქრობ. ვერ გეტყვი. რატომ? იმიტომ რომ მე ვერ ვიმახსოვრებ მოვლენებს, სახელებს, გვარებს, ვინ ვისთან მივიდა, ენოქის დიდბაბუას რა ერქვა, ორჯერ მაქვს წანაკითხი არა და გესმით? ან ბიბლიიდან მონაკვეთებს. მაგრამ ბიბლია ვიცი, ბოლომდე ბიბლიის ნებისმიერი მონახაზი ამომიღე, ბიბლიის მცოდნე, რომელმაც ზეპირადისის ბიბლია მოიყვანე და მე გავცემ იმ პასუხს, რომელიც იმ პროფესიონალმა, რომელსაც გადაჭხრეკილი აქვს ბიბლია, ვერ გაცა. რატომ იცით? იმიტომ რომ მე არ ვკითხულობ არც ბიბლიას, არც წიგნებს და არც სხვა რამეს, ტექსტუალურად და თანმიმდევრულად რომ მივიდა ესქნა, ისქნა რომ ფონურ ინფორმაციას ვკითხულობ. მთელი რესურსი გადატანილი მაქვს ფონურ ინფორმაციასთან. მაგალითად, ეხლა
ახლა ვიღაც მოვა და იტყვის, რომ აი მაგალითად იუდაზე, რომ იუდამ ესქნა, ესე გაყიდა 30 ვერცხლად ქრისტე, ისქნა და მთელი ეს ყველა სიტყვით იცის. მაგრამ რომ მკითხო იუდამ რატო გაყიდა ქრისტე, ვერ გიპასუხებს. რაღაც საბაზისოს გიპასუხებს, რომ გამყიდველი არის. და იმაზე კი არ დაფიქრდება, რომ მაგალითად მოციქულები სატანის ლეგიონის ბრძოლის ქვეშ იყვნენ, რომ მაგ პერიოდში მთელი დემონები და ყველა ქრისტეს ირგვლივ იყო და მათი მოციქულების ირგვლივ იყო მობილიზებული. იმ ფონურ ინფორმაციაზე ვერაფერს ვერ გეტყვის ფუნდამენტზე. ის რომ შეპყრობა ქონდა იუდას, მაგიტომაც მოყარა ფულები. რა გავაკეთე ესო? რომ დააკვირდე იუდას მდგომარეობას და რომ დააკვირდე შეპყრობის სიმპტომებს, ერთი და იგივე მოვლენას ამოიღებ და რომ შეადარო დნმ-ის ანალიზით თანხმედრა არის. ეხლა ვიღაც გამოვიდა იუდას ამართლებ, იუდას კი არ ვამართლებ. ფონურ ინფორმაციას გელაპარაკები. მოციქულები იყვნენ უდიდეს ბრძოლებში. პავლემ სამჯერ უარყო აფექტის მდგომარეობაში ჩავარდა, დემონები დაესხნენ თავს პირდაპირ იმ მომენტში. შიშის, აი როგორც სიზმარხილვაში რომ რაღაც ბნელი დაგესხება თავს და გეშინია, არ იცი რატომ გეშინია, გაიღვიძე კანკალი. ემოციური ინფორმაცია დაგარტყა. თავდასხმების ქვეშ იყო და მაგალითად ეხლა ბიბლიის კითხველი პროფესიონალი ვინც ზეპირად იცის, მოგიყვება ყველაფერს. მაგრამ ფონურ ინფორმაციაზე ჭეშმარიტად რის გამოხდებოდა და მის უკან რა ხდებოდა ვერ გეტყვის, მაგრამ მე გეტყვი, ყველაფერს გეტყვი. საერთოდ ყველაფერი შემიძლია ვთქვა, რა როგორ იყო. მაგრამ ვერ გეტყვი თარიღებით და მოვლენებით, რადგან ვერ ვიმახსოვრებ მაგას. უკვე ჩემი ტვინი გადაპროგრამირებული მაქვს, საერთოდ სხვანაირად ინფორმაციულ ახმაზე მაქვს ჩემი ტვინი გადაფორმატირებული. რადგან ეს არის ინფორმაციის შემეცნების მაღალი ველი, მოდი ესე გეტყვით. მაღალი მდგომარეობა. უბრალოდ ნამდვილი მდგომარეობა. აი ნამდვილი მიდგომა, ამას გეტყვით. ამიტომაც არის დღეს რომ ადამიანება ბიბლიას ზეპირად იციან და ფიზიკურად ვერ ცხოვრობენ ბიბლიის რამდენიმე პროცენტითაც კი. აი მქონია საუბრები ბიბლიის ექსპერტებთან და არაფერი არ იციან. ვერ ცხოვრობენ მაგით, იმიტომ რომ ვერ აღიქვამენ ფონურ ინფორმაციას. მაგალითად დაგელაპარაკება მოყვასზე, ყველაფერი ისწავლა ბიბლიაში მოყვასზე, მაგრამ მოყვასით ვერ გელაპარაკება. იმიტომ რომ ფონური ინფორმაცია არ აქვს გაცნობიერებული. მარტივენით რომ გითხრა, დაზეპირებულია. მაშასადამე ნებისმიერი ადამიანი სულიერ მოღვაწე თუ სხვა ვინმე, ვინც ფონური ინფორმაციით არ აღიქვამს მოვლენებს, ის არის დაზეპირებული. ამიტომაც ვერ აკეთებს და ვერ ცხოვრობს ამით. დაზეპირებულია. დაზეპირებული ქვია ყველა იმ მოვლენის შემეცნებას, რომლის ფონური ინფორმაცია გაცნობიერებული არ გაქვს. რატომ იყო, რის გამო იყო და ასე შემდეგ. ჭეშმარიტად რატომ იყო. ამიტომ ფონური ინფორმაციის შემეცნება არის განვითარების მაღალი საფეხური. შენ ადამიანის სახელს კი არ იმახსოვრებ და სტატუსებს და ასე შემდეგ რომ გელაპარაკებ, არამედ იგებ და ეცნობი იმ ფონურ ინფორმაციას, რაც მის შიგნით ჭეშმარიტი არის. ფონური ინფორმაციის შემეცნების შედეგად შენ დაკავებული ხარ ჭეშმარიტი ინფორმაციის შემეცნებით. მარტივად რომ გითხრა, მაგალითად ადამიანი გესაუბრება, რაღაც ინფორმაციას გესაუბრება, მაგალითად გიყვება თითქოს რაღაც პოზიტიურ მოვლენას. შენ უყურებ მის შიგნით რა ხდება, რას გრძნობს, რატომ ამბობს ამას, რის გამო ამბობს ესეთ რაღაცას, ვინმეს განსჭის თუ არ განსჭის, რა მდგომარეობაშია, რა ლაპარაკებს, რა мотиваცია აქვს, თვალებში რა ხდება, თუნდაც რომ ჩახედო, გულისცემა როგორი აქვს კისერთან, იგრძნობა, ძარღვი ფეთქავს, დაძაბულია არ არის, ანუ ჭეშმარიტ ინფორმაციაზე ხარ კონცენტრირებული და არა იმაზე, რას გიყვება და რა აცვია და როგორი გარეგნობა აქვს. შენ ამას რომ უყურებ, რა აცვია, როგორი გარეგნობა აქვს და რას გიყვება ტექსტს, ამიტომ გამოდვებით ხარ უმეცრებაში, რადგან ვერასდროს ვერ იგებ, რასთან გაქვს შეხება. მაგალითად, უსმენ შავ მაგს და გელაპარაკება სიყვარულზე და სახეზე ტკივილი ახატია და გონია კეთილშობილია. შიგნით რა ხდება, არ ხარ ამის შემეცნებით დაკავებული და ამიტომ ხარ გამოდვებით უმეცრებაში. მიხვდი? ამიტომ ადამიანები, რომლებიც ემოციური ინფორმაციას აღიქვამენ, ისინი არიან მაღალი შემეცნების გარანტში.